როდესაც თქვენს გარშემოყოფებს არ ეთანხმებით, ყოფნით გამბედაობა ამის ხმამაღლა სათქმელად. ადამიანების უმრავლესობას ეს უჭირს. ჩვენ გვგრძნობთ ზეწოლას, რომ დავეთანხმოთ იმას, რასაც გარშემოყოფები ამბობენ ან აკეთებენ და ამის მისახვედრად არც კი გვჭირდება საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობა. ადამიანის სურვილს, რომ სხვების მსგავსი იყოს, არაერთი ექსპერიმენტი ადასტურებს. 1950-იან წლებში ფსიქოლოგმა სოლომონ ეშმა ჩაატარა ცნობილი კონფორმულობის ექსპერიმენტი. კვლევისას ექსპერიმენტის მონაწილეს სთხოვეს დამჯდარიყო ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად. ის ფიქრობდა, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრიც ექსპერიმენტის მონაწილე იყო, როგორც თვითონ, მაგრამ სინამდვილეში ისინი კვლევის დამხმარეები არიან და ევალებათ კითხვებზე წინასწარ განსაზღვრული პასუხები გასცენ. მკვლევარი მათ წარუდგენს დაფაზე დახატულ ერთ ხაზს და ამის გარდა კიდევ სამ სხვადასხვა სიგრძის ხაზს. მკვლევარი სვავს კითხვას. ამ სამი ხაზიდან რომლის სიგრძე ემთხვევა პირველი ხაზისას? ტესტი ისეა შედგენილი, რომ პასუხი აშკარაა. სანამ კვლევის სუბიექტის პასუხის დრო მოვა, მას უწევს ჯგუფის სხვა წევრების პასუხების მოსმენა. ჯგუფი ამ ექსპერიმენტს რამდენჯერმე იმეორებს სხვადასხვა სიგრძის ხაზების სიმრავლეებით. პირველი რამდენიმე რაუნდი ჯგუფის ყველა წევრი სწორად პასუხობს, მაგრამ შემდეგ უცნაური რაღაც ხდება. კვლევის სუბიექტამდე ყველა მონაწილე არასწორად იწყებს პასუხების გაცემას. სუბიექტი დილემის წინაშე დგება, გასცეს პასუხი, რომელსაც სწორად თვლის, თუ დაეთანხმოს ჯგუფის სხვა წევრებს. ეშმა ეს ექსპერიმენტი კვლევის 120-ზე მეტ სუბიექტთან გაიმეორა და შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა. როდესაც ჯგუფი არასწორად პასუხობდა ტესტს, კვლევის სუბიექტების 37% ეთანხმებოდა მათ. კვლევის სუბიექტების 75% ვერ უძლებდა ზეწოლას და ერთხელ მაინც პასუხობდა არასწორად. ეს ნიშნავს, რომ 4-დან მხოლოდ ერთი კვლევის სუბიექტი გამოთქვამდა მუდმივად განსხვავებულ აზრს. უნდა აღინიშნოს, რომ აშკარა ზეწოლას ადგილი არ ქონია. არავინ ჯილდოვდებოდა სწორი პასუხისთვის და არც არავინ ისჯებოდა არასწორისთვის. ფსონი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ სოციალური ზეწოლა დიდი. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ კვლევის სუბიექტებს კითხეს, თუ რატომ უპასუხეს არასწორად. ზოგიერთმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ჯგუფის ყველა წევრი არასწორი ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ თვითონ ცდებოდა. დანარჩენები დარწმუნებული იყვნენ თავიანთი პასუხის სისწორეში, მაგრამ არ თქვეს, რადგან არ უნდოდა ჯგუფის სხვა წევრების წინააღმდეგ წასვლა. ტესტი ხაზების სიგრძეზე საკმაოდ განსხვავებულია იმ სიტუაციებისგან, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. თუმცა იგივეს აღმოაჩენთ მაშინაც, როცა ადამიანებს თხოვენ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებას. ფსიქოლოგმა რიჩარდ კრაჩფილდმა კვლევის სუბიექტებს კითხა აზრი აღნიშნულ მტკიცებაზე. სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს პრივილეგიას და არა უფლებას და მის შეზღუდვა მართებულია, როდესაც საზოგადოება თავს საფრთხის ქვეშ გრძნობს. როდესაც კვლევის სუბიექტები მარტონი იყვნენ, მოცემულ მტკიცებას მხოლოდ 19% დაეთანხმა, მაგრამ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც იზიარებდნენ ამ თეზას, კვლევის სუბიექტების უკვე 58%-მა გამოთქვა თანხმობა. ეს ექსპერიმენტები აშკარას ხდის, რომ ადამიანი მიდრეკილია დაეთანხმოს მის გარშემოუყოფებს, მაშინაც კი თუ საწინააღმდეგო აზრზეა, თუმცა იმედის სხივი მაინც არსებობს. თავის ერთ-ერთ ექსპერიმენტში ეშმა მის დამხმარეს სთხოვა, რომ ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გაეცა. ეს ნიშნავდა, რომ კვლევის სუბიექტი ისევ უმცირესობაში იყო, მაგრამ ახლა მის მხარეს ერთი ადამიანი მაინც იქნებოდა. ამ შემთხვევაში კვლევის სუბიექტები უმრავლესობას მხოლოდ 1/4 შემთხვევაში ეთანხმებოდნენ, ვიდრე სრული უმცირესობის პირობებში. აღნიშნული ექსპერიმენტი გვასწავლის მნიშვნელოვან გაკვეთილს. მიუხედავად იმისა, თუ წინააღმდეგობა არაკომფორტულ სიტუაციაში გაგდებს, გაბედე და დააფიქსირე განსხვავებული აზრი. დიდი შანსია, რომ შენი მაგალითი სხვებს შეაგულიანებს და იგივეს გააკეთებენ. ამგვარი ზეწოლის დაძლევა რთულია, მაგრამ როდესაც ფსონი მაღალია და უმრავლესობა ცდება, ერთი ადამიანის გამბედაობამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. გირჩის თარგმანების პროექტი crowdfunding პლატფორმაზე გადადის. გახდით ჩვენი შემომწირველი patreon.com-ზე. Patreon ლინკი იხილეთ ვიდეოს description-ში. დიდი მადლობა ყველა ჩვენს შემომწირველს. განსაკუთრებული მადლობა კი გიორგი ყაბანაშვილს და გიორგი მამალაძეს.